მთავარი კითხვა, რა თქმა უნდა, არის შემდეგი კვირის pay-per-view-ზე ჩიკაგოში რა მოხდება მთავარ ბრძოლაში და არა მხოლოდ მთავარ ბრძოლაში. სხვათა შორის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ საინტერესო კარდი არის და main event-ი ჩემთვის პირადად, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვნახეთ, ხო, მერაბის ორი ბრძოლა, ილიას ბრძოლაც წელს ნახეთ. აი, ეს main event-ი გულს ყველად გეტყვით, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ბრძოლა არის, რაც წელს UFC შეეძლო ჩაინიშნა. პირველი ჩემთვის იქნებოდა ილია ისლამი, აი სუფთა ინტრიგით გეუბნებით, ხო? ილია ისლამი, ჯონსი ასპინალი და მესამე ადგილზე იყო დუპლესი და ჩიმაევი. იმიტომ რომ უნიკალური სტილების ჯახი არის რა. ორი ძალიან ფიზიკური მებრძოლი, ძალიან ისეთი ჯიუტი და ძალიან ძლიერი და მაღალი უნარის მებრძოლი ეჯახება ერთმანეთს, ორივე პრაიმში არიან, ორივე ახალგაზრდაა და მოკლედ დედაშვილს ხელში ვერ აიყვანს მაგ ბრძოლაში რა. და ყველაფერი ეს ალუბალი ზემოდან არის ის, რომ ეს რა თქმა უნდა არის ეს ბრძოლა არის სატიტულო. დრიკუს დუპლესი ტიტულის მესამე დაცვას ეცდება, ხოლო ხამზად ჩიმაევი ცხადია დაუმარცხებელი არის UFC-ში მე-15 ბრძოლას კი არა და MMA-ში მე-15 ბრძოლას ჩაატარებს და მისთვის ტიტულზე ეს პირველი ბრძოლა არის, მაგრამ იმ მომენტიდან რაც ჩიმაევი UFC-ში შეუერთდა, ალბათ ასე თუ ისე ქონდა იმის მოლოდინი, რომ ტიტულზე ერთხელ ერთ დღეს იჩხუბებს. ცხადია დაიწყო ასპარეზობა ქვეს საშუალო წონიდან, ხო, welterweight-იდან და ახლა საშუალო წონაში ავიდა და იქ დაუპირისპირდება ჩვენს გიჟ გადარეულ დრიკუს დუპლესის. ხო, ძალიან საინტერესო ბრძოლა მართლა და ცოტა რთული ალბათ პროგნოზის გაკეთება, რატომ? იმიტომ რომ ერთი მხრივ დრიკუს დუპლესიზე თითქმის ყველაფერი უკვე ვიცით, ან მეტნაკლებად ვიცით, მაგრამ ამავდროულად მაინც მგონია, რომ ხამზად ჩიმაევზე ვიცით ძალიან ცოტა რა. ეს ხამზატის დამსახურებაც არის ცხადია, მაგრამ ის უნდა ვთქვათ, რომ მისი მოგებები ბევრ რაღაც ზოგი მისი მოგება, მაგალითად და წარმატებული გამოსვლა აი ამ მაღალ დონეზე და მაღალი ეშელონის მეტოქეებთან ცოტა კითხვები დაგვიტოვა, ხო? პირველი რამ, ძალიან მიხარია, რომ ამ ბრძოლის მისაღებად და ტიტულზე ჩხუბისთვის მოუწია მაინც რობერტ ვიტეკერთან დაპირისპირება და ამ გამოცდის ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ ხამზატი ძალიან დიდი ვარსკვლავია, ამ ლაივების დროსაც მიხსენებია თქვენთან, რომ არ მინდოდა რომ პირდაპირ ტიტულზე ბრძოლა მიეცათ, მას შემდეგ რაც უსმანთან ბრძოლა მოიგო. და გამიხარდა, როდესაც რობერტ ვიტეკერთან ბრძოლა ჩაინიშნა, იმიტომ რომ ჩემი აზრით, ვინც რობერტ ვიტეკერს მოუგებს, შეგვიძლია უწოდოთ სერიოზული კონტენდერი, ხო? იმიტომ რომ პრინციპში ვინც ვიტეკერი დაამარცხა, ყველა ისეთი ან ტიტულზე იჩხუბა, ან ტიტული მოიგო, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და ჩიმაევის შემთხვევაში, ეგ ბრძოლა კი გამისწორდა, რომ ჩაინიშნა და გამიხარდა, რომ მაინც ეს გამოცდა ჩააბარა, მაგრამ ბოლომდე მაინც თითქოს რაღაცნაირად კითხვები დაგვრჩა. რატომ? იმიტომ რომ ის ბრძოლა მინდო რომ ცოტა უფრო დიდ ხანი გაგრძელებულიყო. დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელებულიყო და მაინც და მაინც ამ პირველი რაუნდის შუაში თუ რაღაც ეგრე არ დასრულებულიყო. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ამაში 100% ხამზატის დამსახურებაც არის რა. და ალბათ ისიც რომ ასეთი დონის მეტოქეებით ასე შედარებით მარტივად უგებს, ეგეც რაღაც გარკვეულწილად მის პოტენციალზე მეტყველებს, ხო? ამავდროულად, რა თქმა უნდა, არის მან კითხვა იმის, რომ რამდენად ითამაშა ამ ვიტეკერის ძველმა ტრავმამ ამ ყველაფერში როლი, ხო? იმიტომ რომ როგორც რობერტმა გვითხრა მერე თურმე ამ ყბაზე პრობლემა აქამდეც ჰქონდა და რაც ისულელე იყო ამ ბრძოლაში ესე მისვლა, მაგრამ ეს მისი არჩევანი არის, ახლა მაგის გამო ვერ წავართმევთ ჩიმაევის მოგებას, ხო? და ისეც არის ისევ და ისევ მეტყველებს იმ ფიზიკურობაზე და იმ დომინანტურ პოზიციაზე, რაც მან მოიპოვა ასეთი კალიბრის მეტოქესთან ყოფილ ჩემპიონთან, ხო? მაგრამ მთავარი კითხვა, რაც ხამზატთან დღეს რჩება, ალბათ კარდიო არის რა.
და ხშირად გვესმის ეგეთი მოსაზრება, რომ ხამზათ ცუდი კარდიო აქვს, იმიტომ რომ გილბერტ ბორნსთანაც ვნახეთ ბრძოლაში დაღლილი იყო და კამარუ უსმანთანაც ბრძოლაში დაიღალა ობიექტურად, დაღლილი ჩანდა, ვერ აპრესინგებდა ისე როგორც დასაწყისში და ბევრი საუბრობთ იმაზე, რომ ის ბრძოლა უსმანთან 5 რაუნდიანი რომ ყოფილიყო, ღმერთმა არ იცის, მან კიდე რა დატრიალდებოდა და რა შედეგით დასრულდებოდა ყველაფერი, იმიტომ რომ უსმანმა ის ბრძოლა ერთი კვირით ადრე ამ ბრძოლაზე ერთი კვირით ადრე დათანხმდა, ხო? ანუ ძალიან ისეთ წამგებიან პოზიციაში იყო უსმანი თავდაპირველად, ანუ ზედა წონაში ადიოდა და ძალიან მოკლე ვადაში ასეთ სახიფათო მეტოქესთან. ამ ფრაზას ზოგადად როდესაც ეს ფრაზა მესმის, რომ აი ხამზათ ცუდი კარდიო აქვს, ბოლომდე ვერ დავეთანხმები. ხამზაც არ აქვს ცუდი კარდიო. ხამზაც აქვს სტილი, რომლის შენარჩუნება ძალიან რთულია დიდი ხნის განმავლობაში. რაც არ უნდა ირბინოს ახლა იმაზე რა ქვია ბილიკზე და მარათონების სირბილში მოემზადოს. თუ სწორად ვერ გააკონტროლებ შენს სტილს, ანუ ამ ბრძოლაში რა, ვერაფერი გიშველის. უნდა რამენაირად და ეს რა თქმა უნდა გამოცდილებაცაც მოაქვს ეს რა. რეალურად ძალიან კარგად უნდა იცოდე, ანუ საკუთარი თავიც და უნდა შეგეძლოს რაღაც ამოცნობა ხო, როდესაც იღლები და ნელ-ნელა უახლოვდები ამ მომენტებს და ბრძოლაში უნდა იპოვა რაღაც მომენტები, სადაც ცოტა შეისვენებ. იდეალური იქნება რომ თუ რა თქმა უნდა არც ანუ შენი მეტოქე ან მსაჯები ან მაყურებელი ვერ შეიტყობს მაგას, ხო? როგორც მაგალითად ეს მერაბ დუალიშვილის შემთხვევაში ხდება, ხო? ჩვენ კი გქონია რომ მერაბი სულ 100%-ზე მუშაობს და რაღაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ უბრალოდ ძალიან კარგად შეუძლია ამ საკუთარი რესურსების მენეჯმენტი. ფაქტია რომ ცხადია მერაბს ეს რესურსიც ძალიან დიდი აქვს და მართლა ანუ ბუნებრივი თვალსაზრისითაც კარდიოს, ხო? ანუ ეს რაღაც ანუ ბატარეა მოკლედ ძალიან ისეთი დიდი და გამძლე აქვს, ხო, მაგრამ სწორი მენეჯმენტი შეუძლია, სწორი განანაწილება ენერგიის და ხამზაც ეს აქვს დასახვეწი უფრო ვიდრე რაღაც ანუ კარდიოზე სამუშაო. იმიტომ რომ ანუ ბრძოლა მაინც სხვა არის, ბრძოლას საკუთარი ტემპი აქვს და ამ ტემპის შენარჩუნება უნდა შეგეძლოს რა. ვნახოთ რამდენად შეძლებს ამას და ყველაზე საინტერესო ალბათ ამ ბრძოლაში, ყველაზე საინტერესო და ყველაზე დამაინტრიგებელი ზუსტად ეს არის რა. ანუ ამ ჯახის დროს დრიკუს დუპლესის შემთხვევაში ვიცით ხო რომ 5 ისეთი ძალიან უსიამოვნო და ეს ჯოჯოხეთური რაუნდის გავლა შეუძლია რა იჩხუბებს. ანუ დაიღლება ბაზარი არა, მაგრამ არ დანებდება ბოლომდე, იმიტომ რომ ჯიუტია საშინლად და შეიძლება რაღაც ანუ აი დრიკოს და პანტოჟას ეს აქვს რა, ორივე ანუ გამოიყურება ისე გეგონება რა კვდება იმით, რა ქვია, დაღლილობით, მაგრამ ნუ აშკარად პერფორმანსზე და ანუ გადაწყვეტილების მიღებაზე ეგ არ აისახება. და ეგეც არის ძალიან საინტერესო მომენტი რა, თუ დაიღალა ვთქვათ ხამზატი, ხო, პირველ ორ რაუნდში, აი მე რა გადაწყვეტილებებს მიიღებს რა, იმიტომ რომ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დუპლესი რომც დაიღალოს, ანუ მისი გადაწყვეტილების ბრძოლაში გადაწყვეტილების მიღების უნარზე ეს არ აისახება. და მთავარი ეგ არის რა, ჯანდაბას შეგიძლია დაიღალო იმაში რა ქვია ბრძოლაში, მაგრამ მთავარია ეს სულელური შეცდომები არ დაუშვა, რომელსაც არ დაუშვებდი სხვა შემთხვევაში და სხვა დროს რა. ხო და ეს არის ძალიან საინტერესო და აი ჯახი არის ამაში ზუსტად რა, ერთ-ერთი მთავარი, ხო, რომ რამდენად შეძლებს ხამზატი DDP-ს გადაუაროს. იმიტომ რომ DDP რაც არ უნდა ვთქვათ, რობერტ ვიტეკერი არ არის რა. DDP არის დიდი მებრძოლი, ანუ ხარივით ძლიერია, ამ დივიზიონისთვის დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ხამზატივით ჯერ ქვესაშუალო წონაში ასპარეზობდა, KSW-ში აქვს ტიტულები მოპოვებული თუ არ ვცდები. და მერე უკვე გადავიდა იმაში საშუალო წონაში, ხო, მაგრამ ნუ გაბარიტებით რავი, დიდი არის ტიპი რა და გაბარიტებს ემატება ეს ჩვეულებრივი ბრუტალური ძალა, ემატება ის რომ აქვს უნიკალური სტილი, კრეატიული სტილი, შეიძლება ვიღაცას არ გელამაზებათ მისი ბრძოლების ყურება და საერთოდ არ ესმის ძალიან ბევრ ადამიანს რანაირად იგებს დრიკუს დუპლესი ბრძოლებს, მაგრამ ამის მიუხედავად რავი, ანუ ეფექტურია, რაც მთავარია.
ძალიან ეფექტურია და შეიძლება საშუალო წონაში ცოტა განებივრებულები ვყავართ ამ ანდერსონ სილვებს და ისრაელ ადესანიებს, ხო? ვინც ძალიან ლამაზ ბრძოლას გვაჩვენებენ, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ბალეტი ხო არ არის. რა ვიცი, მხატვრული ტანვარჯიში ხო არ არის, ეს არის ბრძოლა. საბოლოო ჯამში ერთადერთი რასაც აქვს წონა და ფასი არის შედეგი. იგებრძოლებს თუ აგებრძოლებს და რა მნიშვნელობა აქვს ლამაზად ჩხუბობ თუ არ ჩხუბობ ლამაზად. თუ ეს შენთვის მუშაობს და თუ შენთვის ეფექტურია და წარმატება მოაქვს შენთვის, всё, მან დასრულდა ყველა განხილვა და დებატი რა. შეიძლება ხო, ისე და ისე, ყველა ვისაც დრიკოს დუპლესი დაუპირისპირდა, ყველა მასზე უფრო ტექნიკურად და ლამაზად ჩხუბობდა. მაგრამ ყველა დაამარცხა. ზოგადად UFC-ში დაუმარცხებელია დრიკოსი და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. კარიერაში სულ 2 წაგება აქვს, ესეც მნიშვნელოვანია, ბევრი არ წაუგია ნამდვილად. იცით რა არის ყველაზე საინტერესო დრიკოს დუპლესიში ჩემთვის და შეიძლება ცოტა ისეთი უცნაური ფრაზა იქნება ახლა, როდესაც ბრძოლას განვიხილავთ თითქოს ტექნიკური თვალსაზრისით, ხო? ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ყველაზე ისეთი დიდი უპირატესობა რაც დუპლესის აქვს დანარჩენ მებრძოლებთან ამ დივიზიონში არის სიჯიუტე. მიდგომა ბრძოლისადმი. გულწრფელად გეტყვით, მე რომ ვიყო მწვრთნელი, აი ასეთი მებრძოლის ყოლა მომინდებოდა, აი ასეთი მიდგომის მქონე მებრძოლის ყოლა მომინდებოდა ჩემს რაღაც დარბაზში რა და ასეთ მებრძოლზე ძალიან დიდ იმედებს დავამყარებდი. ბევრს ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორი ცხოველი არის ჩიმაევი, ხო? ხშირად ეგ მესმის რა, როდესაც ვსაუბრობთ ამ ბრძოლებზე, მაგარი ცხოველია რაღაცა, ხო ხტები რაღაცა, შეტევაზე ორიენტირებული, აგრესიული. კი, ზუსტად იგივენაირი არის დუპლესი. არაფერს ჩამოუვარდება და საშინლად ჯიუტი არის. საშინლად ჯიუტი, მართლა, ეს აზარტული არის. აი, რასაც ვეძახით, ხო, აი შეჯიბრისთვის დაბადებული. ბევრი მებრძოლზე ამას ვერ ვიტყვი, როგორი მაღალი დონის უნარებიც არ უნდა კონდეს. რა, ზოგი ტექნიკურია, ზოგი არტისტული ტიპია რა, არა. დრიკოს დუპლესი არის, აი ზუსტად ეს. ძალიან აზარტულია, ძალიან ჯიუტი, არ უყვარს წაგება, არავით არ შემთხვევაში არ შეეგუება ამას რა. დუპლესი რომ დაამარცხო, იქიდან უნდა გაიტანო რა. ზუსტად მაგიტომ არის საინტერესო ჩიმაევთან ბრძოლა, იმიტომ რომ პოტენციურად ჩიმაევს ამის გაკეთება შეუძლია. რამდენად შეძლებს და რამდენად გააკეთებს, ეს მეორე საკითხია. მაგრამ უნარების თვალსაზრისით და რაღაც პოტენციალი ამის არსებობს. ამ ყველაფრის მიუხედავად, იმის თქმა, რომ დრიკოს დუპლესი ამ ბრძოლაში უშანსოა, ამის თქმას არავის ურჩევდი. დრიკოსმა უკვე არაერთხელ დაგვიმტკიცა ის, რომ ბრძოლების მოგება შეუძლია ნებისმიერი ბრძოლის, როგორც არ უნდა ჩამოუვარდებოდეს მებრძოლს საკუთარ ოპონენტს რაღაც კონკრეტულ დისციპლინებში რა. ამას თავადაც აღნიშნავს რა, რომ შეიძლება რაღაცა ჭიდაობაში მაჯობოს და რაღაც რა, მაგრამ როგორც MMA მებრძოლი მე ვარ უკეთესი. ვნახავთ რამდენად სწორია, მაგრამ მე არ გამიკვირდება რომ ეს სიმართლე აღმოჩნდეს. მართლა, იმიტომ რომ მგონია რომ აი ეს დრიკოს დუპლესის არაორთოდოქსულობაში, ხო, ეს კრეატიულობაში და ცოტა უცნაურ ბრძოლის სტილში. აი ამ ყველაფერში გვეკარგება ის მომენტი, რომ ეს ადამიანი მართლა ძალიან ნიჭიერია, მართლა ძალიან კარგი მებრძოლია რა. შეიძლება ისევ და ისევ არ იყოს ისრაელ ადესანიასნაირი სტრაიკერი, ხო? შეიძლება არ იყოს ეგეთი ტექნიკური ჭიდაობაში, როგორიც არის ჩიმაევი, ხო? მაგრამ ამას საბოლოო ჯამში შეიძლება საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს რა. იმიტომ რომ მთავარია ბრძოლა მოიგოს, იმიტომ რომ დრიკოს დუპლესი ზუსტად იცის როგორ უნდა იჩხუბოს იმ პირობებზე, რაც მისთვის სასარგებლოა რა. აი რასაც ვამბობ მენეჯმენტს, რასაც ვეძახი ამ რესურსის, აი დრიკოს დუპლესის ეს შეუძლია. ხამზაც ეს ძალიან კარგად არ გამოსდის ჯერ. და ამაში დრიკოსის უპირატესობა არის 100%-ით რა. დრიკოსმა ძალიან კარგად იცის საკუთარი სტილი. ძალიან კარგად, აი ილიას რაც აქვს, ხო? ილიას შემთხვევაში ხშირად მაგას ვამბობ რა, ისე და ისე, ძალიან კარგად უნდა
მომისმინოთ ახლა რასაც ვამბობ, ანუ არ ვამბობ რომ დრიკუსი არის ილიასნაირი მებრძოლი, არა. ორი ალბათ საპირისპირო იმაზე სპექტრუმის საპირისპირო მხარეებზე არიან, როდესაც აი სილამაზეზე ტექნიკურობაზე გვაქვს საუბარი, ხო? მაგრამ აი ილიამ რა ძალიან კარგად იცის საკუთარი სტილი. ძალიან კარგად იცის რა პოზიციებში არის ძლიერი, რა პოზიციები არის მისთვის მომგებიანი. ზუსტად ეგეთი თვისება აქვს დრიკუს დუპლესისაც. ძალიან კარგად იცის რა პოზიციებში აქვს უპირატესობა მეტოქესთან რა. ძალიან ჭკვიანური მებრძოლია რა. ძალიან კარგი გუნდი ყავს, რომელიც მის უნიკალურ თვისებებზე არის ორიენტირებული და აი ამ სიძლიერების გარშემო ადგენს ბრძოლის გეგმას რა. ხო. ეგ არის ტექნიკა ასე თუ ისე აქვს, გრეპლინგიც ძალიან კარგი აქვს. ანუ ისრაელ ადესანიას დასაბინთებაში ისეთი არაფერი არ იყო მან გასაკვირი რა. დრიკუს კარგი გრეპლინგი აქვს. თუ თქვათ დრიკუსმა 1 2 3 ტექდაუნი ან შეაჩერა, ან თუ არ შეაჩერა, მაგრამ ფეხზე საბოლოო ჯამში ადგა, აი მე როგორ განვითარდება ყველაფერი რა. ერთადერთი რასაც ვისურვებდი იქნებოდა ის რომ პირველ-მეორე რაუნდში ბრძოლა არ დასრულებულიყო. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ჩიმაევი გაიმარჯვებს რა, იმიტომ რომ მინდა ცოტა ვისიამოვნოთ, იმიტომ რომ ისა და ისე იმდანად უნიკალური ჯახი არის სტილისტური, რომ მართლა მინდა რომ ცოტა ვნახოთ ბრძოლა ხამზატის შემთხვევაში მით უმეტეს. იმიტომ რომ მაინც მიუხედავად იმისა რომ ადამიანი უკვე UFC-ს ტიტულზე იბრძვის, ხომ? და დიდი ხანია კონტენდერად და დიდი ხანია ესეთ იმედის მომცემ მებრძოლად ითვლება რა. თითქოს მის შესახებ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით ჯერ რა. და მინდა რომ რამდენიმე კითხვაზე მაინც გაგცეს პასუხი ამ დაპირისპირებაში. და მიხარია რომ ესეთ ახალგაზრდა მეტოქეს უპირისპირდება, კარგი დონის, მაღალი დონის მეტოქეს უპირისპირდება და საბოლოო ჯამში ხო, ანუ ძალიან მგონია რომ ეს მოგება თუ მოიგო ვთქვათ და თუ მოიპოვა ტიტული, მგონია რომ დრიკუს დუპლესისთან მოგება ძალიან კარგად დავარგდება რაც. დროის განმავლობაში როგორც რასაც ვერ ვიტყვით რობერტ ვიტეკერთან მოგებაზე, ხო? იმიტომ რომ ნუ ვნახეთ რომ ბობი პრაიმში უკვე აღარ არის, ცხადია და ნუ იქ მე ტრავმის და რაღაცის აღარ გავმეორდები, ხო? ამბები რო გავიგეთ. კიდევ ერთი რამ რაც ამ ბრძოლაში מחარებს და მევასება და ვგიჟდები ეგეთ რაღაცები როცა ხდება დღეს MMA-ში. რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ დაპირისპირებაში, დაგვრჩება ძალიან დიდი ვარსკვლავი. კონორ მაკგრეგორის გაბარიტების ვარსკვლავზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ვინც არ უნდა მოიგოს, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს 17 აგვისტოს ჩიკაგოში, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან პოპულარული გახდება. Pound for pound ტოპებში რო შევა, ეგეც ფაქტია. მაგრამ თუ ხამზატმა მოიგო, ფაქტობრივად აისრულებს აი ყველა იმ რაღაც იმედს, რასაც მასზე ვამყარებდით, ხო? ისედაც უკვე ხამზატი ძალიან პოპულარულია განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, მაგრამ საზღვარგარეთაც. აი ამ პანდემიის დროს რეალურად ძალიან დიდი ფან-ბაზა მოიპოვა აი ამ ხშირი ასპარეზობის ნიადაგზე, ხო? ხშირი ასპარეზობის ფონზე. მერე ცოტა დაკარგა ეს რაც ინერცია, ხო? და ეს პოპულარობა იმის გამო რომ ვერ ასპარეზობდა ამერიკაში და შესაბამისად ხშირად ვერ ჩხუბობდა, მერე ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი ერთ წამში დავიწყებული იქნება მერწმუნეთ. ეგრევე თუ ამ ადამიანმა დრიკუს დუპლესისთან გაიმარჯვა და ტიტული მოიპოვა, UFC-ს უდიდესი ვარსკვლავი ექნება, ვარსკვლავი, რომელსაც არა მხოლოდ სოციმედია და რაღაც ანუ მაყურებელი ზურგს უმაგრებს, არამედ ტრადიციული მედიის ინტერესის ნაკლებობას ეს ადამიანი ნამდვილად არ განიცდის. და დრიკუს დუპლესის შემთხვევაში თუ ამარცხებს ჩიმაევის ნაირ აი ესეთ ბუგიმენს, ვისაც ვეძახით, ხო, დაუმარცხებელ მებრძოლს, მესამე იცავს ტიტულს, ხალხნო რავი, ანუ ფანტასტიკურ სერიას აგროვებს უკვე დრიკუს დუპლესის. არ დავიწყებ ახლა საუბარს იმაზე, რომ შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალო წონასანი გახდეს და რაღაც, ანუ ეს ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ანუ ამ დივიზიონში საკმაოდ ესეთი კარგი მებრძოლები ყოლია რა, ვინც ამაზე შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს, მაგრამ რეალურად ბოლო, ანუ რა ოპონენტებთან ექნება გამარჯვებები მოპოვებული. დაიწყო ყველაფერი, ნუ მაღალი ეშელონის ოპონენტები
ბირო ჩამოთვალოთ ხო რობერტ ვიტეკერი, შონ სტრიკლენდი, ისრაელ ადესანია მეორეც შონ სტრიკლენდი და ეხლა ხამზატ ჩიმაევი. ფანტასტიკური სერია არის, ფანტასტიკური რეზუმეა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დრიკუს დუპლესი ძალიან ახალგაზრდაა ჯერ 31 წლის არის ისიც და ყველაფერი წინა აქვს რა და ამ დივიზიონში დარჩენას აპირებს, ამ დივიზიონში აქტივობას აპირებს. ღმერთმა იცის კიდე რისი მიღწევა შეუძლია ესეც და თან არ დაგვავიწყდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თან უფრო და უფრო განვითარდება, იმიტომ რომ დრიკუს დუპლესი ამ ბრძოლებში სულ უფრო და უფრო უკეთესად გამოიყურება რა. და ძალიან მაინტერესებს რა არის ამ ბიჭის საბოლოო პოტენციალი და მე უკვე ყავს ახალგაზრდა მეტოქეები, ახალგაზრდა კონტენდერები და რავი, საშუალო წონის მომავალი საკმაოდ ისეთი საინტერესო და დამაინტრიგებელია ჩემი აზრით. რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, მას ცოტა სხვანაირი გეგმა აქვს, ხო? მან ისაუბრა ამ კვირაში იმაზეც, რომ შეიძლება სადოს და ისევ ქვესაშუალოში ჩავიდეს და იქ ტიტულის მოპოვება სადოს და მე ავიდეს და light heavyweight-ში, ანუ ქვემძიმეში და იქაც მესამე ტიტულის მოპოვება სადოს ასევე რა. ამაზე ჩემი რეაქცია ყოველთვის არის ნელა ზვიადი, ნებისმიერ მებრძოლთან, არა მხოლოდ ხამზატ ჩიმაევთან. ზოგადად ჯერ ერთი კამარი მოვიგოთ ხო და მე უკვე დანარჩენზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული რამდენად არის თავად UFC დაინტერესებული იმაში, რომ ხამზატი ქვესაშუალო წონაში დაბრუნდეს, რამდენად აქვს იმის ნდობა, რომ ამას შეძლებს. ბოლოს იქ ასპარეზობა საკმაოდ ცუდად დასრულდა მისთვის ხო ნეით დიასთან ბრძოლის დროს 8 ფუნტით გადააჭარბა იმას წონის ლიმიტს და ვერ ჩააბარა წონა და მოკლედ ცოტა პრობლემური არის რა ისა და ისა ძალიან გამიკვირდება თუ UFC ამის ნებას და უფლებას მისცემს, იმიტომ რომ რეალურად ქვესაშუალო წონას დღეს არაფერი სჭირს, ანუ იქაც ახლა ისლამ მახაჩევი ახალი არის, ახალი სისხლი შეემატა, ბევრი ახალგაზრდა კონტენდერი არის და რავი, აი რატო უნდა აინტერესებდეს UFC-ს ეგ. ზედა წონაში ასვლა კიდე უფრო მჯერა კი, მაგრამ ქვედა წონაში არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ზოგადად კარგი იდეაა ეგ რა, იმიტომ რომ შეიძლება შეძლოს ეგ რა და წონა ჩააბაროს და რაღაც, მაგრამ მგონია რომ ის პერფორმანსზე ეგ სერიოზულად აისახება და მოკლედ არ იქნება ეგ გამართლებული მისი მხრიდან, ჩემი აზრით არ იქნება იდეალური. და სხვათა შორის კიდე წონის კლებაზე და რაღაცეებზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ და კარდიოს თვალსაზრისითაც რა, რომ ხამზატ ჩიმაევის კუთხეში ცვლილებებია, ეგრე ვთქვათ. დღეს ვარჯიშობს არონ პიკოსთან ერთად სხვათა შორის, მაგრამ აქ არონ პიკოზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მისი conditioning-ის ეგრეთ წოდებული მწვრთნელი არის სელმ კალვიტა, რომელიც დილო შოუს მწვრთნელიც იყო და ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება ამ კარდიოს და გამძლეობის თვალსაზრისით და შეიძლება ესეც აისახოს ხამზატ ჩიმაევის პერფორმანსზე და კარდიოზე და შეიძლება უკეთესად იყოს მომზადებული ამ 5 რაუნდიანი ბრძოლისთვის და უკეთესად შეძლოს ეს საკუთარი რესურსის გადანაწილება სწორად რა. რა შეიძლება ვთქვათ კიდე ამ ბრძოლაზე? კარდიოც ვაღნიშნე, ახალ მწვრთნელზეც ვისაუბრეთ, EJ-ც ვახსენე, კარგი გოგო ვარ, რაღაცები მაქვს ჩამოთვლილი უბრალოდ რა არ მინდა რომ გამომჩეს. ხო, იმაზე გაბარიტებზე გავიგე საუბარი რა, სადღაც ვიღაცებმა ელაპარაკეს, რომ აი რამდენად იქნება DDP ხამზატზე უფრო დიდიო გაბარიტებით. არ ვარ დარწმუნებული რამდენად იქნება დიდი სხვაობა გაბარიტებში, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, ანუ ადრე დრიკუსიც ასპარეზობდა ქვესაშუალო წონაში, ანუ მაინც და მაინც ისეთი სიტუაცია არ არის, რომ წარმოუდგენელი არის დრიკუსი ამ წონაში, ანუ დაახლოებით მგონია რომ მსგავსი გაბარიტები იქნებიან და სხვათა შორის არასდროს დამოიწყდება, რომ UFC 308-ზე აბუ-დაბიში, როდესაც უკვე საშუალო წონაში ასპარეზობდა ხამზატი და მისთვის ეგ პირველი ბრძოლა იყო იმაში, რა ქვია, ამ ახალ დივიზიონში. აწონვებზე ბოლო იყო ხამზატი, ბოლომდე ანუ 2 საათი ჰქონდათ და 2 საათივე იქ ვიყავით და ველოდით ზუსტად იმიტომ რომ ხამზატი იყო ბოლო, ვინც წონა ჩააბარა მაშინ რა. და მაშინაც მაინც და მაინც მარტივი არ იყო ეს მისთვის, იმიტომ რომ დიდი ბიჭია რა.
ამიტომ ხო, რავი, არ მგონია რა, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ძალიან დაიჩაგრა დიდი პისტთან მიმართებაში, ამ გაბარიტის თვალსაზრისით რა. ხო, დამაინტრიგებელი ბრძოლაც ვახსენე და ვიტეკერთანაც ბრძოლა ვახსენე. მომენტ ყველაფერი ვისაუბრე, რაზეც მინდოდა დღეს. მადლობა რომ იყავით ჩემთან. როგორც ყოველთვის, დალაიქეთ სტრიმი, დალაიქეთ ვიდეო, დაგულეთ, გამოწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე.